მეხუთე დღეა დმანისის მერიის წინ დგავარ ჩემი მანქანით, აქ ვათნებ და ვაღამებ და ვშიმშილობ ხალხის ერთობის და გაერთიანების იმედით. ერთადერთი მამოტივირებელი ახლა ჩემთვის არის ეს იმედი და ფიქრი იმაზე, რომ ამ de facto ხელისუფლებას ჯერ არ აქვს იმის უნარები, რომ გაერთიანებულ ხალხს გაუმკლავდეს. მათ შეუძლიათ, რომ დასცინონ ციხეში გამოუწყლეულ მომაკვდავ ადამიანს. მაგრამ ვფიქრობ, რომ ჯერ არ აქვს იმის უნარები გამომუშავებული, რომ სიმართლის, სამართლიანობის გარშემო გაერთიანებულ ხალხს გაუმკლავდნენ. ამიტომ მეშინიათ ყოველთვის ჩვენი სიმრავლის. ამიტომ ითვლიან ყოველთვის ჩვენს თალებს. ამიტომ აუცილებლია ყოველთვის, რომ ამ ორ თვიან პროტესტში რაღაც 500 ადამიანი მონაწილეობთ. ჩვენ კი ვიცით იქ ვინ ვდგავართ, როგორ ვდგავართ და რამდენი ვდგავართ, მაგრამ ამით ამშვიდებენ თავიანთ ამომრჩეველს, რომელსაც რეგიონებში აკრძალულიც აქვთ ოპოზიციური არხების ყურება, ეს ჩემი თვალით მაქვს ნანახი და ჩემი ყურით მაქვს მოსმენილი. და ამით ცდილობენ ამ ეს რეალობა გააყალბონ მათთვის. მოკლედ მე აქ ამ ვადაგასული და მავნებელი ხელისუფლების იმედით არ ვდგევარ. მე აქ ვდგავარ პირიქით მათზე გაბრაზებული და მახრჩობს ბრაზი, რომ მათ დაკარგეს ფოკუსი. და მათთვის მთავარი ღირებულება აღარ არის ადამიანი. და არ შეიძლება ასეთ ხელისუფლებას ადამიანის უსაფრთხოება და სიცოცხლე მიანდო. ჩემი სიცოცხლე ეკუთვნის ადამიანებს, რომლებსაც ჯერ კიდე შერჩათ იმისი უნარი, რომ დაინახონ უსამართლობა. და თუ ჩვენ თანხმდებით იმას, რომ აქ ახლა ჩვენს თვალწინ უსამართლობა ხდება, აღარ არის არც ფიქრის, არც ლაპარაკის დრო, არის მოქმედების დრო. და ჩვენი ერთობით უნდა დავანახოთ, რომ უსამართლობის წინააღმდეგ ვართ. და როგორ უნდა დავანახოთ, უბრალოდ გამოვიდეთ და ერთად დავდგეთ. მე ამ ერთობის იმედი კი მაქვს, მაგრამ მინდა რომ ჩემი თვალით დავინახო ეს ერთობა. მინდა დავინახო ჩემი თვალით ეს გაერთიანებული ადამიანები. ეს მშვიდად დემოკრატიული, ჰუმანური პრინციპებით გაერთიანებული ადამიანები, რომლებსაც ასე პრინციპულად დგანან ერთად. დმანისში მინდა მოხდეს ეს. ერთ-ერთ ყველაზე პატარა მუნიციპალიტეტში დმანისი მინდა გახდეს ამ ერთობის მაგალითი. და ეს ერთობა იყოს სწორედ გადამდები სხვა პატარა ქალაქებისთვისაც და არა ჩემი შიმშილობა. თუ გაერთიანებულ ხალხს დავინახავ, მე დიდი იმედით შევწყვეტ შიმშილობას. და გაერთიანებულ დმანისელებთან ერთად, უფრო გაძლიერებული, შეუერთდები ამ საერთო ბრძოლას, რომელიც ხელისუფლებას შემდეგ აუცილებლად აიძულებს სამართლიანი იყოს და ხალხს მოусმინოს. ეს ყველაფერი აუხსენი დედაჩემსაც, რომელმაც პირველივე დღიდანვე ჩემთან ერთად დაიწყო შიმშილობა. ასაც მივეცი ხალხის ერთობის იმედი. და მან დამიჯერა და ამ ერთობის იმედით შიმშილობა გუშინ შეწყვიტა. ოთხშაბათს საღამოს დმანისის მერიის წინ, დმანისის ცენტრში, ცენტრალურ სკვერთან, სადაც ჩემი მანქანით ვდგავარ, თუ ამ სკვერს გადავავსებთ, რასაც 400-500 ადამიანი ეყოფა, მე იმ საღამოსვე შევწყვეტ შიმშილობას. დმანის ასეთი ერთობის მაგალითი არასდროს არ უჩვენებია და ეს იქნება ჩემთვის ერთი პატარა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება და ნიშანი და იმედი იმის, რომ ეს გაერთიანებული ხალხი ხელისუფლებას უკანონო პატიმრებსაც გაათავისუფლებინებს და ახალ სამართლიან არჩევნებსაც ჩაატარებინებს. სხვა შემთხვევაში მე
ისევ გავაგრძელებს შიმშილობას და ისევ ხალხის ერთობის მოლოდინში. მე აღარ შემიძლია ვიცხოვრო ისეთ ქვეყანაში, სადაც უსამართლობაზე თვალს ხუჭავენ და ჩვენ ადამიანებს ერთმანეთის სოლიდარობის იმედი დაკარგული გვაქვს. მოკლედ 4 შაბათამდე.